მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით და დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ავაწყობთ ბეტმენის დამხმარეს სუპერმენს. ნახოთ როგორი გამოვა იდეაში ესეთივე უნდა იყოს პატარა სუპერმენიც და დავიწყოთ. ნახოთ. ბეტმენის ვიდეო პირველი ვიდეო იყო. ესე შეგვიძლია დავიმაგროთ. ოკეი. რისთვის მოგწვერები თუ რამეში არ გამოვიყენე. მოკლედ, დავიწყოთ სუპერმენის საწყობა. Lex Luthor-ის იმედია კარგი გამოვა. გუშინ იყო ჩვენი 21 წლამდელთა ნაკრების თამაში საფრანგეთთან და წააგეს. არ ვიცი რა. საჯი რას უყურებდა იმ თამაში? ალბათ ფრანგების მოგება ეწერა. იმდენი დრო ათამაშა. არ ვიცი, ძალიან ცუდი იყო მოკლედ. კარგი, დავიწყოთ ჩვენი საქმე. გავხსნათ ჯერ ეს აქ იქნება Lex Luthor-ი, არ ვიცი. ორივე გავხსნათ ჩვენი რა მიდის. დროებით ეს კამერა იქნება შეცვლილი სანამ დასრულდება ჩემპიონატი, რადგან აღნიშნული კამერა გავატანე სლოვაკეთში ჩემებს, რომ იქ გადაიღონ რაღაც კადრები. ნახოთ როგორი გამოვა. ოკეი, დავიწყოთ ამის აწყობა. შეიძლება ეს კამერავე დავტოვო, ნახოთ როგორი იქნება. სუპერმენის მოსაცმელი. ამ სუპერმენს, საცვლები ტანსაცმლის შიგნითაც ვიარაც კარგია, მოდი ასე ვთქვათ. და ეს პატარა სუპერმენი დავსვათ. აი აქ, არ ვიცი კამერაში როგორ ჩანს. მე მგონი აქეთ რო გამოვწიო უფრო უკეთესი იქნება. და ვნახოთ, სუპერმენი ავაწყეთ. ახლა Lex Luthor-ი. Lex რა თქმა უნდა სჭირდება არმორი, თავსახური, ფეხებიც დასჭირდება. იარაღი რა თქმა უნდა ცალხელში. იარაღი ცალხელში. კრიპტონიტს როგორ იჭერს ნეტა? ესე პროსტა ხელი უნდა ჩავსვათ, არა ხელში. როგორ და დაიჭიროს კაცს, ვიცი, ამოიცადე. მე მგონი აი ესე. მოდი აი ესე იყოს. აი ესე იყოს. აქ რაღაცა იარაღის სასროლიც აქვს. საინტერესოა. ოკეი, კაი, ესე შეჯდება და აქ იქნება სავარაუდოდ ეს. არ ვიცი, რა იქნება აზერზე არ ვარ. მაგრამ ხო, ამის იარაღი ეს სამიცალი. წონი რაღაცა, რომელიც ესე იდება. ერთი წამით გავტესტოთ. ოკეი. პრინციპს მივხვდით. მოკლედ ეს Lex Luthor-ის ტყუებია, ეს თავად Lex Luthor.
ცუდი ტიპები არ იყვნენ, მაგრამ ისეთები ვერ არა. აკლდათ, რაღაც აკლდათ. კარგი, ესენი ცოტა გამოვწიოთ, ესენი ესე შემოვწიოთ და დავიწყოთ ახლა სუპერმენის არმორის აწყობა. ოკეი, პირველ რიგში ვიღებთ აი ამ ნაწილს. შემდეგ ორ ცალ ესეც. ერთია ესე, მეორეა ესე. წინ მივაფაროთ ასეთი გული. შემდეგ ახლა ვიღებთ ერთი წამი ერთი ესე მეორე ეს უკანა მხარეა მე მგონი თუ არ ვცდები. ოკეი, ვიღებთ გულს, შემდეგ იმას და აქ უნდა დავამაგროთ სუპერმენის სიმბოლო. ოკეი. და ეს ჩავსვათ აი მაშინ. რა თქმა უნდა, ასეც მოველოდი, რომ ესე მარტივად იქნებოდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არხი ვერ გახდებოდა ცნობილი და პოპულარული. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს არხი მოვხოდო და მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ეს 367 გამომწერი, რომელიც ახლა მყავს, გახდება 100-ჯერ უფრო მეტი. ჯერა და მე ამას შევძლებ. რა თქმა უნდა, თუ დამეხმარებით, ამ ვიდეოს თუ მოიწონებთ, გადააზიარებთ, ძალიან გამიხარდება. ეს არხი შექმნილია ზოგადად 4 წლის წინ. ოღონდ მაშინ სხვა აზრი ქონდა, რომ წიგნების განხილვა გადამიღო. 2 ეპიზოდი მაქვს. უკვე დავდე და შეგიძლიათ უყუროთ. ვისაც გაინტერესებთ, ვისაც არ გაინტერესებთ, არა უშავს. სხვათა შორის ისიც კომიქსებზეა. ის განხილვაც. გამიხარდება თუ ნახავთ და შეაფასებთ. დავტოვებ მაგასაც აღწერაში და სადმე დავურთავ რა წესით. აკრო ახლა ესე არის. ოკეი. ერთი ესეთი. როგორ ქვედა მხარეს, ოკეი. ქვედა მხარეს ერთი ესეთი. იმედია კადრში კარგად ჩანს რა. და ტყილად არ ვწვალობ. ოკეი. და ამაგრებთ ესეთ რამეს და მეორე მხარეს ამას. კი. შემდეგ აქეთ ამაგრებთ ესე და შემდეგ წითელი სარიელი. ოკეი. ხოლო იმას მივამაგრებთ შავზე. ეს ხო ფეხია. კი. ავიღოთ შემდეგი. როგორც ვიდეოებში ვამბობ, ამას როდესაც ვაწყობ, კამერაში ვერ ვიყურებ. სწორედ ამიტომ ბოდიშს მოგიხდით ამის გამო.
მაგრამ რა ვქნა, სხვანაირად ფიზიკურად არ გამოვა ეგ ამბავი. ეგეთი ვიდეოები იქნება, ოღონდ იქნება 23, 33, 53 ეპიზოდი. ანუ ყველა ეპიზოდი, რომელიც დამთავრდება 3-იანით, თანმიმდევრობით, იქნება ეგეთი. თქვი კიდევაც ეგ ვაშლოვანის მე-13 ვიდეოში. მანამდე ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ დაედაგროვდეს და მე ერთიანად განვიხილოთ უამრავი საკითხი ჩვენი რა მიდის. ოკეი, ეს სუპერმენის ფეხებიც დავამაგრეთ. აი ახლა ფეხებში ვამაგრებთ შუაში. აი მე ზოგადად. ბეტმენშიც იგივე პრინციპით არის რა. დიდი სხვაობა არ არის. ფოტოშორის ეს სუპერში ვიყიდებ, ასტაკლება ქონდათ 50%-იანი და დამიჯდა თუ არ ვცდები 39 ლარი რა. ნუ 40 ლარამდე. კიდევ ერთი გუშინ ვიყავი YouTube-ის kick-off-ზე. ვინმე თუ არ იცით, ფეხბურთის ჩემპიონატი იყო, ასე ვთქვათ. 4 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულები. და გადავწყვიტე, რომ იმდენი ვქნა შემდეგ kick-off-ზე მეც ვითამაშო. ამისთვის საჭიროა, რომ რავი, მინიმუმ 1000 გამომწერზე მაინც უნდა ავიდო, თორე ისე ტეხავს, სირცხვილია უბრალოდ. არ გამოვა სხვანაირად. ოკეი. შესაბამისად, მოდი გავაზიაროთ ეს ვიდეო. რავი, წესით პრობლემა არ უნდა იყოს არაფერი. მე ჩემსას გავაზიარებ, თქვენი ქენით და აი ეს რაღაცას ერთად მოვახერხებთ. ეს ფეხები დავამაგროთ. ეს ნინელა აიწყო. მოდი იმას ესე დავაყენებ ბეტმენთან ერთად, ბეტმენის. ოკეი, აქ სხვანაირად არის ბოდიშით. ბოდიში ბეტმენო, ბოდიში. აი რა ძალა მიდგა ეხლა რა. გამიხარდება ამ ვიდეოზე თუ დააკომენტარებთ. თქვენი აზრით რომელი ჯობს ბეტმენი თუ სუპერმენი? ანუ რომელი გმირი უფრო მოგწონთ? თორე რომელი მოერვა, მაგას არ გკითხავთ, იმიტომ რომ ყველაზე იდიოტური კითხვაა ზოგადად მსოფლიოში სუპერმენი მოერვა თუ ბეტმენი, იმიტომ რომ ოდნავ მაინც რამე თუ გესმის, მიხვდები რომ ბეტმენს შანსი არ აქვს, ფიზიკურად შეუძლებელია. უბრალოდ სუპერმენის კარგნებაზე უნდა იყოს დამოკიდებული. ოკეი, ეს დავამაგრეთ, მასაც ვაკეთებთ, ნახოთ რა გამოვა ამის თავზე. აი ერთი ასეთი წითელი. შემდეგ ეს ამაში ჩავამაგრებთ ძრავს. საინტერესოა. ოკეი, ესეთი გვინდა, ესე იგი 2 ცალი. რა პრობლემაა? ვიღებთ ისევ ამ რაღაცას თავზე ერთი ესეთი. შემდეგ ისევ ეს თავზე წითელი გამოწეული. არა, ეს საშკარად ბევრად სწრაფად მიდის, ასე რომ ამის აჩქარება არ დაგჭირდება. ესეც გავაკეთეთ მე. ეს ხელებია და თუ არა, ეს რაღაცა აი აქ მაგრდება. აი რა არის? ჯერ არ ვიცი, ალბათ ის არის, იმას ყავს ყოველ შემთხვევაში რეაქტიულ ძრავას, მაგრამ
აუ სუპერმენი ისედაც დაფრინავს და რა თუნდა ეს რეაქტიული ძრავა მე ცოტა ვერ ხვდები რა ვქნა სწორად გამიგეთ მეგობრებო ცოტა ესეც აიწყო ამას თავზე დავაშენოთ ეს შემდეგ აკეთებთ აი ესე შემდეგ ისე ესეთ რამეს ვაკეთებთ და ამას ვაფარებთ ოკეი ეს ერთი ხელი აეწყო მე მგონი აქ ეხლა ჯერ ვიღებთ ამ ნაწილს ამას ესეთ რაღაცას არ ვაფარებთ მაგრამ უეჭველი ეგ არის ოკეი ერთი ესე მეორე ესე ხო წეს ეგრე ამას დავაფარებთ და ხელი ამეებსია თითები 1 2 3 და ესეც მეოთხე ეს ერთი ხელი რომელიც წესით აი აქ უნდა ჩაჭდეს რა თქმა უნდა ეს არის მარცხენა ხელი რა თქმა უნდა ეჭვს არ გვეპარებოდა ამაში დავიწყოთ ახლა მეორე ხელის გაკეთება და ამით წესით კიდევ დავამთავრებთ მალე ჩვენ ბეტმენს კი არა და სუპერმენს ბოდიშით წინი ყველაფერი გავაკეთეთ ბეჭდვითი შეცდომა მაგრამ ოკეი არა უშავს ამის შემდეგ დავდოთ ეს შემდეგ ისე ესე შემდეგ ისე ვიღებთ აი ამ ნაწილს და იმედია ეს ნაწილი აქ სწორად იქნება კი ამის შემდეგ ისე ხელები დავუმაგროთ კი სამი და თავზე დავაფაროთ ამასაც ეს ბევრად მარტივი აღმოჩნდა ეს ზედმეტი ნაწილები დაგვრჩა ქედანაც ოკეი კაი ეს სიგნალს გადავდოთ ახლა შეგვიძლია კადრში ამოვიხედოთ ეს არის სუპერმენი იმედია ჩანს სუპერმენის კითი ეს თავად სუპერმენი ეს ლექს ლუთორი ეს უკან ბეტმენი ეს გავწიოთ სუპერმენი ჩავსვათ ახლა თავის იმაში ასე ვთქვათ საბრძოლოში არმორში მაგრამ თითქოს ხელები ზევით უნდა გქონდეს აი ესე არა ზევით არ უნდა გქონდეს აი ესე იქნება მაშინ არა ესეც უბრალოდ უნდა დავაჩინოთ ოკეი გამახსენდა რომ დავაჯინოთ აი ესე შემდეგ აი ესე და სო ოკეი
სუპერმენი. ბოდიშ ცოტა თამაში ვყე. სუპერმენი, ლექს ლუთორი. უკან ბეტმენი. კომიქსების ძალიან კარგი ის არის. კომპლექტაცია. აი ესეთი ბრძოლა იქნებოდა დაახლოებით ეს, რომ სუპერმენს ესვრის ესე დავარდა. მაგრამ არა უშო ჩვენ ისევ გვაქვს მეორე ტყვია. ძალიან კაი გასართობია. მოკლედ დაახლოებით აი ესეთი სტილის იქნებოდა. ბრძოლა. მინდა გითხრათ, რომ ლექს ლუთერსაც აქვს აი ესეთივე სტილის აბჯარი, ასე ვთქვათ. აბჯარი ქვია, არმორი. და თუ ნახე ლექს ლუთერის არმორიც, მაგასაც აუცილებლად ვიყიდი და საინტერესო სანახავი იქნება. კაი გასართობი იქნება ყოველ შემთხვევაში რა. 3 მთავარი კომიქსების გმირი. ესეც აქ დავაყენოთ ლექს ლუთორი ერთი წამით. ასე იარა ხო? შვენიერი კეთილი და პატიოსანი. მოკლედ, ესეთი გმირები გამოვიდა ამჯერად. ხსნათ. ესეთი გმირები გამოვიდა ამჯერად. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოვიდა. ამავდროულად შეგიძლიათ უყუროთ, მოდი ამ ვიდეოზე დავდებ, ამოვანათებ ყოველ შემთხვევაში, სადღაც აი იქ იყოს მოდი კომიქსების განხილვას, Killing Jokes Batman-ის. პირველი ვიდეო იყო, რომელიც განვიხილე, ოღონდ ამჯერად წიგნი და ძველი ვიდეოა და მომწონს ყოველ შემთხვევაში შეგვიდეო. კიდე ერთი წიგნის განხილვა მაქვს და იმასაც ეხლა დაჰაიდებული მაქვს და მე გადმოვიტან Publix-ზე, როცა ამის დრო მოვა. სხვა მეტი არ ვიცი ჯერჯერობით. კიდე მაქვს რამდენიმე ლეგო, მინდა რომ რაც შეიძლება მალე ავიდეთ 500 გამომწერზე რომ გათამაშება ისევ ძალაშია და აუცილებლად გავათამაშებ ნაკრების კარტებს. კომენტარებში არავის არ დაუწერია. ყოველ შემთხვევაში არ მახსოვს, ვინმეს დაეწეროს თუ რომელი კარტი უნდა და მოვძებნიდი და ვაჩუქებდი. ეგეც არ არის პრობლემა. მოკლედ წავედით, გემშვიდობებით მეგობრებო. მაგრამ მალე დავბრუნდები. ხედავთ უკვე ხშირად ვდებ ვიდეოს, ეს თაროც უკვე ძალიან შეივსო თითქმის. ეხლა მაქვს 3, არა, გეტყვით ეხლა რამდენი ლეგო მაქვს დარჩენილი. ასაწყობი. ერთი მაქვს. არ ვიცი როგორ არის, სწორად როგორ არის კენის სონგი, რომელიც სულ პირველი ლეგო იყო ამ არხისთვის რო ვიყიდე და ჯერ არ ვაწყობ, იმიტომ რომ მენანება. მეორე ვიდეო მაქვს, კი არა და მეორე ლეგო მაქვს კორვეტი, ეგეც დიდი ლეგოა და ეგეც მენანება. მესამე მაქვს ლამბორჯინი და ეგეც დიდი ლეგოა, ეგეც მენანება, რა ვქნა მენანება. დაახლოებით მინიმუმ 1-2 საათიანი მაინც იქნება და უნდა დავყო მაშინ ნაწილებად. ასევე მაქვს გელენდვაგენი და AMG GTS თუ არ ვწდები. ხო და შემდეგ ვიდეოში მაგას გადავიღებ, ოღონდ მაგას ორ ნაწილად დავყო პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ შეფუთვა კი ერთია, მაგრამ ორი მანქანა. აი როგორც ვოლი დავყავით სიტყვაზე ორ ნაწილად, ან ის არა, აი ის კრემისის, კი არა და დონატების, აი ეს ხო ერთი ნაწილი იყო, კი, ეხლა გამახსენდა. მოკლედ წავედი, არ გემშვიდობებით, მალე დავბრუნდები და ხო, გთხოვთ, ეს ვიდეო გააზიაროთ. არხი გამოიწეროთ, მაგრამ ვინც უყურებთ წესით ყველას გამოწერილი გაქვთ ისედაც არხი. ვიდეო დაალაიქოთ, კომენტარი დაწეროთ, რავი რაც გინდათ. წინა ვიდეოში მქონდა რომ დაწერეთ რომ დედამიწა მრგვალიაო და მარტო ერთმა ადამიანმა დაწერა. ისიც გოგამ, ჩებას მაგაცმა და
მეც არავის არ დაუწერია, ესე იგი გამოდის, რომ 366-ით ერთს გიგებ ამ ეტაპზე, იმიტომ რომ სხვას არ დაუწერია. ხო, სხვა არც. შევხვდებით მალე შევხვდებით. წავედით. ბუმ.